ხوარგნებავთ. არა, მადლობა. ამასაც არაფერი არ უნდა არ უყიდე ახლა. კარგია. დღეს ჩემი ნათლული გახდა ნათლია. ასე რომ მაგალითი უნდა მივწე როგორი იყოს კარგი ნათლია. შენ ხარ გადასარევი ნათლია ისედაც. მეც მინდა შენაირი ძალიან კარგი ნათლია ვიყო. ხო და წამოდი მაღაზიაში, ჩემო პრინცესა. როგორ ხართ? გამოწერის მე. კარგად. კლინიკების ხსენება აღარ მინდა. ხო, ესმის. შენ როგორ ხარ? რა ვიცი. უკეთ. ბევრად უკეთ. ყველას რა ჯობია. იხარი? რაღაც მინდოდა მეთქვა. ეს ყველაზე ცოტა არის გაკეთება შემიძლია. $5000 და ძალიან გთხოვთ რომ გამოვიდეთ. ოპა, რა არის ეს? არა, არ შემიძლია. ჩვენ ხო შევთანხმდით არა? რა საჭიროა? გეხვეწებით რა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა რა. გთხოვთ უბრალოდ რომ გამოვიდეთ რა. კარგი რა, ძალიან გთხოვ რა. გეხვეწებით რა ეთერი დაიდა რა. რა ვიცი, ყველაფერი კარგად მიდის და საქმეებიც დავიწყეთ. თითქოს ყველაფერი კარგად არის და ძალიან გთხოვთ გამოვიდეთ რა. შენ არ გჭირდება? სულ მარტო ხარ. არა, მაქვს მე ჩემი სამყარო. თან ეს საქმეებიც გამომართვით გთხოვთ რა. გეხვეწებით. ძალიან მიხარია რომ სწორ გზაზე დგახარ. ასე გააგრძელე რა. უცლებთ. It's okay. Someday I'm gonna be with you. It's okay. ბოდიში ხალბატონოეთია თქვენთან, მაგრამ სულ გადახსირდა ეს ქვეყანა. რატო? რატო? საბირფარეშოში შესვლა ლარი გაუხდიათ. მალე ჰაერზეც ფულის გადახდა დაგვჭირდება რა. ეგრეა. It's okay. Someday I'm gonna be with you. ასე არ შეიძლება რა. მარტოა ორსულად არის. ნადრევი მშობიარობა რომ დაიწყოს, ან ისეთ ადგილას წაუვიდეს გული, ვერავინ რომ ვერ უშველოს. არც ფაქტია რომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ რა. ძალიან მენერვიულება ეგ ამბავი, მაგრამ რა ვქნა ქეთი 24 საათი გოგას ამბებზე დავბივარ. ეხა ეს რომ თან წავიყვანო, უფრო დაიღლება. არა, ასე არ შეიძლება. როგორმე უნდა დავრჩე და მოუვარო. ასე სახში ვერ გავჩერდები, გავგიჟდები. ოკეთან. ისედაც არ მინდოდა რომ ამასულიყავი და ყველანაირ ზღვარს ნუ გადაცდები რა. აი ანა დედაა და ნერვიულობა. ამბართლებ იმასში რაც გააკეთა? არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. ასე შენი და შენი შვილის დასაცავად და იგივესი. კარგი რა, ანა, აბა რა უნდა ვქნათ გამაგებინე. მე დედაჩემს და ელენეს სული. ეკა თავის თმის საქმეებზე დარბის. ორსულად ხარ, რამე რო დაგემართავს. დავიყვან ვინმე ქალს და დამეხმარება. და ძალიან გთხოვთ რომ ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ რა და შენ განსაკუთრებით. თელი ცხოვრება ასე უნდა ვილაპარაკოთ? იმედი მაქვს. ანა შენ სანამ ახლა დამხმარე ქალს იპოვე. ეკა. მოდი დავწყმადეთ ახლა ყველა და შენ განსაკუთრებით, კაი? საინტერესოა ასე როდის შეგძულდი. უნდა მართლა ისე იყოს. აი რა, ახლა მართლა ზედმეტი მოგვიყვება. აი რა, ქეთევან. ეს ნახე, როგორ გაიგითა, ოღონდ ჩემთან ერთად არის. აი რა დასამშვიდებლად გავყვა. უკოფეინას გამიგეთებ? აბა რა სვისა. მადლობა. გამარჯობა, შეგეშინდა?
არქეოლოგი. ირაკლისამდე ხარ შენ? გამარჯობა ირაკლი, შეიძლება? ორჯანდი. მე აქ ვიქნები და რომ ურჩებით მე შემოვა. ორწუთიანი საქმე მაქვს ის, სადაც იმ პაციენტის ისტორია მოგიტანე, რომელიც მთხოვა. მადლობა, დამცა. შემოდი რა ნიკა. როგორ არის დედა შენი? რა მოვიდა? კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა. კარგადაა? კი. მოტეხილობა არ არის, ნაღრძობი აქვს, მალე გამკვეთი. არ ვიცნობ, მაგრამ გამეხარდა ძალიან. თუ მასაჟის თერაპია დაჭირდა, აქ ვარ. მადლობა. აი ასეთი ოქროს თანამშრომლები გვყავს ჩვენ. დაგტოვებთ. გამზრუნველი. უფრთხილდები კლინიკის სახელს, აბა შენ რა გონია? როგორ მომენა? მეც ჩემო სიცოცხლე ძალიან მომენატრე. შენც მომენატრე და მეც მომენატრე დედა, მაგრამ რა არის, ერთი დღით ვიყავი წასული, რა მოხდა? ხო, მაგრამ უთქვენ სახლი ცარიელია და ხელი დაიბანე. და შენ ხარ დაიღალე? არა, დედა გადასარევად ვინგზავრე. სანამ ბავშვი გამოვა, რაღაც მინდა გითხრა. რა ხდება? კობამ დამებრუნა ფული. რა ქნა? აი $5,000 მომცა. ისე ვითამაშო. არა, დედა, არა. რაღაც ბიზნესი დაუწყიათ კობას და კასპერას. მაგიტო იყვნენ ფოთში წასულები. არ ვიცი მე რა. ხამართალია შენი ფულია იყო, მაგრამ მე მაგისი არაფერი არ მინდა. მათ არ მომწონს ეგ ამბავი რა. აი ხო გჯერა, არ ვართმევდი, არაფრით არ ვართმევდი. აი სულ ძალით მომცა. ხო და მე ვიფიქრე რომ იქნება რაღაც მიზანი, мотиваცია კონდეს, რომ გამოსწორდეს, არა? ხო წად მითხარ შენ გჯერა მაგის გამოსწორების? დედა, საბონი გათავდა. მოდი ვარ, ბებო. მე ახლა შევალ ბავშვთან და ძალიან გთხოვ არაფერი არ შეიმჩნიო რა. და რო იცოდე მე მჯერა. შვიდობა? არ ვიცი, შენ მითხარი. რა ხდება, მარია? გამაგებინე, რას ცდილობ დედა ჩემისთვის ფულის დაბრუნებით. დროს დააბრუნებ უკან? ხო იცი რომ ეგ არ იმუშავებს. ვიცი. ყველაფერი კარგად ვიცი. უბრალოდ ვცდილობ, რომ ოდნავ მაინც გამოვასწორო ჩემი დანაშაული. ელენესთვის მაინც რო შევძლო თვალებს ჩახედო. და შენი აზრით ეგ უშველის შენს აქციელს? არა. ეგეც ვიცი, რომ არა. მაგრამ მაგას მიწვამართ. შენ წაართვი შენ თავს ბედნიერი ცხოვრების უფლება და მე არაფერ შუაში არ ვარ. წავედი. იცი რა ქენი შენ? დაელაპარაკე შენ ქმარს. რა ამბებია შენ და ეკაშორის? ადამიანთან ამდენი წელი რო გაქვს ურთიერთობა და მოაღმოჩნდება რომ გიმალავს და უცებ ესეთი რომ უნდა მიიღო, კარგი რა. ყველგან მაგას ვეძებ, იცი? ეგ ყველა გოგოში ვცდილობ მაგის პოვნას და ვერ პოულობ. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალებს დაიგრეთოს მერე
სიყვარს ის იყო ვინ გახსოვს ის იყო